კიდევ ერთხელ მოგესალმებით. თბილისის დროით ზუსტად 7 საათია. მე ქეთი მამრიკიშვილი ვარ და ვაჯამებთ დღის მთავარ სიახლეებს გამოშვებაში თქვენ ნახავთ. 2020 წლის შემდეგ ქვეყანაში სიღარიბის დონე სამჯერ შემცირდა. სიღარიბის სრულად აღმოფხვრა სახელმწიფოს უმთავრეს ეროვნულ ამოცანად რჩება. როგორია საქსტატის ოფიციალური მონაცემები. გავლენიანი საერთაშორისო კომპანია ტეზერი საქართველოში შემოდის. მასშტაბური ინვესტიციები და ქართული ლარის ციფრული ანალოგი. საინვესტიციო პროექტის შესახებ გიყვებით მთავარ გამოშვებაში. გიორგი კანდელაკის კვლევაზე აგებული სტატია და მძიმე ბრალდებები მტკიცებულებების გარეშე. ვის ინტერესებშია საქართველოს შტატების ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის ხელი შეშლა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს იმიჯის შელახვა. პოლიტიკური შეფასებები რამდენიმე წუთში. ანტიამერიკული რიტორიკა და ტრამპის ადმინისტრაციის კრიტიკა. გირჩი ჯაფარიძე ვაშინგტონს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტს და დემოკრატიას უწუნებს. როგორია პოლიტიკური შეფასებები. მზადება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს. როგორია წლევანდელი ღონისძიებების კონცეფცია. საქართველოს აზიის ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით ITB China-ს მზადება აქტიურ ფაზაშია. რა ელოდება დამთვალიერებელს? პირდაპირ ჩართვა შანხაიდან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და შტატების ურთიერთობების გადატვირთვისა და კონკრეტულ გზამკვლევზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ორმხრივი ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან განახლებისთვის. აღნიშნა, რომ მისასალმებელია შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინტერესი საქართველოსადმი, რასაც ადასტურებს პერიოდის კონტაქტების ინტენსივობაც. ხაზი გაისვეს საქართველოს როგორც სანდო და საიმედო პარტნიორის როლს რეგიონში. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის მომავალშიც ხელი შეუწყოს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისკენ მიმართულ ძალისხმევას. შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ. წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე სამჯერ შემცირდა. 2025 წელს კი 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდის ფონზე სიღარიბე 90,000-მდე მოქალაქემ დაძლია. შთამბეჭდავი მაჩვენებლების მიუხედავად სიღარიბის სრულად აღმოფხვრა სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ ამოცანად რჩება. გაუმჯობესებული ეკონომიკური მაჩვენებლების ფონზე კი პრემიერ-მინისტრი ვარაუდობს, რომ ამ მიზნის მიღწევა 2030 წლისთვის იქნება შესაძლებელი. ჩვენ ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა საქართველოს სიღარიბის სრულად აღმოფხვრა. ვიდრე 280,000 ჩვენი თანამოქალაქე ჯერ კიდევ სიღარიბის ხვარს მიღმა ცხოვრობს, ბუნებრივია ჩვენ არ გვაქვს ყურადღების მოდუნების უფლება. მთავრობის მეთაური ამ ეროვნული ამოცანის შესრულებას და საქართველოში სიღარიბის სრულად დაძლევას 2030 წლისთვის პროგნოზირებს. ამის თქმის საფუძველს პრემიერ-მინისტრს ის ოფიციალური სტატისტიკა აძლევს, რომლის მიხედვითაც ჩვენს ქვეყანაში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. თუკი 2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა 1,120,000-ზე მეტი მოქალაქე ცხოვრობდა, 2025 წელს 7,5%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში ეს მაჩვენებელი 280,000-ს ჩამოსცდა. თუმცა, ვიდრე 280,000-მდე საქართველოს მოქალაქე კვლავ სიღარიბის მიღმა, ხელისუფლება არ აპირებს ამ პრობლემასთან ბრძოლის შეწყვეტას. ერაკლი კობახიძე ამ მიზნის მისაღწევად მთავარ წინაპირობად ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებას ასახელებს, რადგან ეკონომიკური ზრდა პირდაპირ განაპირობებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას
დაწნევას, დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდას, მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის შესაძლებლობების გაფართოებას და საბოლოოდ სიღარიბის სრულად დაცლევას. მაღალი ეკონომიკური ზრდის და სიღარიბის კლების არსებული ტენდენციის შენარჩუნების პირობებში სიღარიბის აღმოფხვრა 2030 წლისთვის სავსებით რეალურია. მთავარი მიზეზია ეკონომიკური ზრდა. ჩვენ ვართ პირველ ადგილზე არა მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, ამხელა მაჩვენებელი საშუალო 9.3% ეკონომიკური ზრდა 2021-25 წლებში არც ერთ ქვეყანას არ ქონია. ეკონომიკის ზრდა განაპირობებს იმას, რომ იზრდება მოსახლეობის საშუალო ხელფასი, უმჯობესდება დასაქმების მაჩვენებლები, შედის მეტი თანხა ბიუჯეტში და თავისთავად ფართოვდება სოციალური დახმარების შესაძლებლობები. ეს ყველაფერი მთლიანობაში განაპირობებს სიღარიბის მაჩვენებლის მკვეთრად შემცირებას. მთავარი ინდიკატორი სიღარიბის ეს არის აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი, ამით იზომება რეალურად მოსახლეობის ცხოვრების დონე, გაუმჯობესდა თუ არ გაუმჯობესდა. მინდა მაგალითად მოგიყვანოთ საშემოსავლო გადასახადის მაჩვენებლები. რამდენ სიხდიდნენ საშემოსავლო გადასახად ჩვენი მოქალაქეები 2020 წელს და რამდენი სიხდიან დღეს. 2020 წელს ჩვენი მოქალაქეების ნეტო შემოსავალი იყო დაახლოებით 13 მილიარდი ლარი, 13.3 მილიარდი ლარი. და დღეს ეს მაჩვენებელი აჭარბებს 33 მილიარდ ლარს. ეს გადასახადები ჩვენ არ შეგვიტანია, ხო, ბიუჯეტში. ეს გადასახადები შეიტანეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა სიღარიბე იანგარიშება, აბსოლუტური სიღარიბე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ამ მეთოდოლოგიას იზიარებს მსოფლიო ბანკიც, როგორც ანგარიშობენ საერთაშორისო სტანდარტებით სიღარიბეს, ისე ანგარიშობს საქართველოს. სიღარიბის დონის ისტორიულად შემცირებული მაჩვენებელი ციფრებში ასე გამოიყურება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2025 წელს სიღარიბის დონე 7.1%-მდე შემცირდა, რაც ნიშნავს იმას, რომ გასულ წელს სიღარიბეს თავი 90,000-მა მოქალაქემ დააღწია. ამ მონაცემებით გამოდის, რომ 2020 წლის შემდეგ საქართველოში ეს მაჩვენებელი ზუსტად 3-ჯერ 23.3%-დან 7.1%-მდე შემცირდა. გაუმჯობესება გვაქვს ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლებშიც, დაახლოებით 17.3 შეადგენს მედიანური მოხმარების 60%-ის მიმართ მოსახლეობის წილი, ხოლო 5.2% შეადგენს 40%-ის მიმართ მოსახლეობის წილი. სიღარიბის დონე, აბსოლუტური სიღარიბის დონე გაუმჯობესდა როგორც ქალაქად, ისე სოფლად. პირდაპირ უცხოური ინვესტიციები და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ახალ ინიციატივების განხორციელებამ ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას შეუწყო ხელი, რაც პირდაპირ აისახა სიღარიბის დონის კლებაზე. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში აცხადებენ, რომ მზარდი ტენდენციები მომდევნო წლებში შენარჩუნდება. ამ დინამიკის უფრო მეტად გასაუმჯობესებლად კი მთავრობა კონკრეტულ გეგმას მიყვება. მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე სიღარიბის მაჩვენებელი ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა. აღნიშნული განპირობებულია იმ ეკონომიკური პოლიტიკით, რომელიც უზრუნველყოფს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, რაც საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს ამოვიდნენ სიღარიბიდან. ეს ინკლუზიური ეკონომიკური პოლიტიკა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა არის სწორედ ის გზა, რომელიც ბუნებრივად უზრუნველყოფს დასაქმების ზრდას და სიღარიბის შემცირებას. როდესაც საქმე საქართველოს მორიგ წარმატებას და ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებას ეხება, ოპოზიცია ცდილობს ოფიციალური ციფრები და საერთაშორისო რეიტინგები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. ჩემთვის არასანდოა ის მონაცემები, რომ საქართველოში დღეს სიღარიბის შემცირდა. ოპოზიციის კრიტიკას მართულ გუნდში პოლიტიკურ სპეკულაცია დაფასებენ. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ქვეყნის ეკონომიკური წარმატების დაკნინება ნაც ოპოზიციის დღის წესრიგის ნაწილია. მართველი გუნდის წევრები ასახელებენ იმ კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებსაც, რის შედეგადაც საქართველოში მაკროეკონომიკური პარამეტრები ყოველწლიურად უმჯობესდება. სამთავრობო ხელშემწყობი პროგრამები, მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, კერძო საკუთრების უფლება, ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი და რაც ყველაზე მთავარია, ბიზნესის თავისუფლება. მნიშვნელოვანი სიგნალია ინვესტორებისთვის. მეტი ინვესტორი მეტ სამუშაო ადგილს ნიშნავს, მეტი დასაქმებული კი ქვეყანაში სიღარიბის დონის შემცირებას. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, ეს შედეგები ქვეყანაში არსებული სტაბილური გარემოს დამსახურება, რაც ხელისუფლების სწორი, თანმიმდევრული და სამშვიდობო პოლიტიკის შედეგია. ყველა ის ნაბიჯი, რომელიც იდგმება ეკონომიკური სტაბილურობისთვის და პირველი არაერთხელ მithქვამს და ყოველთვის გამომეორდები, ეს არის პოლიტიკა, ის სამშვიდობო პოლიტიკა და პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც ჩვენ გუნდს აქვს არჩეული და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი საზოგადოების უმრავლესობას აქვს არჩეული და რაც არის ჩვენი გუნდის მიმართ დაკვეთა, ჩვენ ამას
ვცდილობთ, რომ პირნათლად შევასრულოთ და შედეგებით სახეზეა წლიდან წლამდე ეკონომიკური ზრდა, ყოველ წელს ისტორიულად მაქსიმალური და გაზრდილი ბიუჯეტი, ყოველ წელს წლიდან წლამდე, როდესაც საშუალო ეკონომიკური ზრდა 5.5%-ზე იგეგმება, ყოველთვის ხედავთ, რომ პირველი კვარტალის შემდეგ ეს 2%-ით მინიმუმ იმატებს წლის ჭრილში. მთელი, ასე ვთქვათ, ტრაგიზმი ჩვენი ოპოზიციისა იმაში მდგომარეობს, რომ კონკრეტული არც ციფრების ჯერაც, კონკრეტული არც მოცემულობების ჯერა. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ 2030 წლისათვის სიღარიბის მაჩვენებელი ნულთან მიახლოებული იყოს. აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა. საქართველოში ნარჩუნდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, რითიც ჩვენი ქვეყანა ლიდერია რეგიონში ევროკავშირის კანდიდატ და ევროპის ქვეყნებს შორის. ამ მონაცემების ფონზე პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ 2030 წლისთვის საქართველოში სიღარიბის დონის სრულად აღმოფხვრა სრულიად რეალისტური მიზანია. საქართველოს ეკონომიკური პროგრესი ევროკომისიის ანგარიშშიც აისახა. განახლებული ანგარიშის თანახმად 2025 წელს საქართველოში ძალიან მაღალი 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება მომდევნო წლების პროგნოზს, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებისა და რთული გეოპოლიტიკური ვითარების ნეგატიური გავლენების მიუხედავად, საქართველოში ეკონომიკური ზრდა 5.5%-ის ფარგლებში რჩება. უკრაინის ეკონომიკური ზრდა 1.5% იქნება, მოლდოვის კი 2%. მარიამ რატიანი თემის დეტალებით. საქართველოს წარმატებული ეკონომიკური მაჩვენებლები გლობალური გამოწვევების ფონზე. ევროკომისია მორიგ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური პროგნოზი 5.5%-მდეა გაუმჯობესებული. ანგარიშის მიხედვით ზრდის მთავარი მამოძრავებელი სექტორები კვლავ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, განათლება და ტურიზმი იქნება. ჩვენი ქვეყანა მედეგობას ინარჩუნებს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზეც. ევროკომისიის პროგნოზებით რეგიონში არსებულ მძიმე ვითარებას საქართველოს ეკონომიკაზე მიზერული გავლენა ექნება. შემცირებულია საგარეო ვალით. საქართველომ დაბალი საპროცენტო განაკვეთით $500 მილიონი ობლიგაციების რეფინანსირება მოახერხა. ანგარიშის მიხედვით საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტენდენცია ხანგრძლივ პერსპექტივაში გაგრძელდება. გაზრდილი მაჩვენებლის კიდევ უფრო გაუმჯობესებას პროგნოზირებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძემ კვლევის შედეგები შეაფასა და განაცხადა, რომ აღნიშნული მონაცემები ხელისუფლების მიერ გატარებულმა სწორმა პოლიტიკამ, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლამ განაპირობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 5.5%-იან მაჩვენებელსაც, ანუ გაზრდილ მაჩვენებელსაც მნიშვნელოვნად გადავაჭარბებთ, რაც წარმოადგენდა ევროკომისიამ. ეს არის არსებული მდგომარეობა. ჩვენ გვაქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, სათანადო და საგადასახადო სისტემა, გვაქვს ძალიან ეფექტური გუნდი მთავრობაში და თქვენ იცით, რომ ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით, განსაკუთრებით ზედა დონეზე ამ ერთ წლის განმავლობაში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახება ეკონომიკურ ტენდენციებზე. ანგარიშში მოცემული მონაცემების გაუმჯობესებაზე საუბრობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეც. ვახტანგ ცინცაძის თქმით, პროგნოზების გაკეთებისას საფინანსო სექტორის წარმომადგენლები ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას ერიდებიან, თუმცა ამ მოცემულობითაც კი საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტენდენციით ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით ცალსახა ლიდერია. უნდა აღინიშნოს, რომ როგორც წესი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ეკონომიკური ზრდის პროგნოზების შეფასებაში საკმაოდ კონსერვატულები არიან. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით, რომ 2026 წელი ისევე როგორც შემდგომი წლები იქნება საკმაოდ პოზიტიური ეკონომიკური ზრდის კუთხით, შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური ზრდა იმაზე უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ამას სხვადასხვა საფინანსო თუ საერთაშორისო ორგანიზაციები პროგნოზირებენ. ენერგომომარაგების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეფერხება უახლეს ისტორიაში. ასე აფასებენ ანგარიში რეგიონში არსებულ ვითარებას. მიუხედავად ამისა, ევროკომისიის კვლევაში აღნიშნულია, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას შეზღუდულად, მხოლოდ ენერგომატარებლების ფასების მატების თვალსაზრისით იქონიებს. სწორედ საწვავი რესურსების გაძვირება განაპირობებს ინფლაციის შენარჩუნებასაც, რაც 2027 წელს ეტაპობრივად შემცირდება და მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს მიუახლოვდება. ეკონომიკის ზრდა პირდაპირ არის მიბმული ქვეყანაში შვიდობაზე, უსაფრთხოებაზე, მომავალში ორიენტირებულ ბიზნეს განვითარებაზე. როდესაც უცხოელი ხედავს, გნებავთ ადგილობრივი ინვესტორი, გნებავთ უცხოელი ინვესტორი, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ამ ქვეყანაში სარისკოა თანხის ჩადება, ბუნებრივია ეს ამას არ გააკეთებს.
მართლ გუნდში ამბობენ, რომ ევროკომისიის კვლევა კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველო ეკონომიკურად სტაბილური და მიმზიდველი ქვეყანაა. თუმცა უმრავლესობის წევრები აღნიშნავენ, რომ ანგარიში კვლავ ევრობიუროკრატების ორმაგ სტანდარტებზე მეტყველებს. შეფასებისას ისინი საქართველოს მწვავედ აკრიტიკებენ, თუმცა ფაქტები მათ სუბიექტური ინტერპრეტაციის საშუალებას აღარ უტოვებს. ერთ გვერდზე ვხედავთ წარმატებულ საქართველოს ციფრებით, ეკონომიკურად განვითარებულ, სტაბილურ, დად ეკონომიკას ჩვენ ქვეყანაში და მეორე მხრივ ხედავთ მოლდოვაში, სადაც ერთი ტელევიზია არსებობს, სადაც გამოდის ქალბატონი მაია და ამბობს, რომ თურმე სუვერენიტეტმა დათმოს და შეუერთეს მეზობელ ქვეყანას და ეს არის თურმე მათი სუვერენიტეტის ზეიმი და მათი ქვეყნის ზეიმი და უმოკლესი გზა ევროკავშირში, ეს თურმე უსწრებს, ესე ვთქვა და ჩვენზე წინარე, ჩვენ ქვეყანაზე წინარე ევროინტეგრაციის კუთხით. რასაკვირველია ეკონომიკის თემას ვერანაირად ვერც ერთი ინსტიტუტი ვერ დამალავს, იმიტომ რომ მსოფლიო ბანკის შეფასებები აბსოლუტურად დაცლილია ემოციისა და პოლიტიკური ინტერესებისაგან. ამას გვერდს ვერ აუღია. ევროსტრუქტურებში, ევროკავშირში გაწევრიანებისათვის გაცილებით უფრო კარგი მონაცემები გააჩნია საქართველოს ვიდრე ნებისმიერ კანდიდატს. ყველას უწევს ამის აღიარება, რომ საქართველოს გააჩნია მაღალი ეკონომიკური ზრდა. იგივე ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ეს ბოლო მონაცემები, სადაც გაზრდილი არის საქართველოს ეკონომიკური ზრდის შეფასებითი მაჩვენებელი 5.5%-მდე. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის იანვარში საქართველომ წარმატებით მოახდინა 500 მილიონი აშშ დოლარის ევრობონდების რეფინანსირება დაბალი 5.1%-იანი საპროცენტო განაკვეთით. ექსპერტების შეფასებით საგარეო ვალის შემცირება ქვეყნის სანდოობასა და სტაბილურობას ხაზს კიდევ ერთხელ უსვამს. საქართველოსთვის ესეთი პროგნოზის გაკეთება, რომელსაც საკუთარი ენერგეტიკული რესურსები ფაქტობრივად არ გააჩნია და იმპორტზე დამოკიდებული, ნიშნავს საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის, მისი მდგრადობის და განვითარების პერსპექტივების საკმაოდ მაღალ შეფასებას. ჩვენ მოვახერხეთ ამ ობლიგაციური ვალის დაბალ ფასად განთავსება. ანუ რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს უფრო ნაკლებ რისკიანად შეფასდა ქვეყანა მთლიანად. ეს არის თავისებური პოლიტიკური და მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის სიგნალია საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, როცა ენდობიან ქვეყანას. ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოს ცალსახად მოწინავე პოზიციას იკავებს. ანგარიშის მიხედვით უკრაინის ეკონომიკური ზრდა 1.5% იქნება, მოლდოვის კი 2%. საქართველოს შტატებს შორის ურთიერთობების პოზიტიური იმპულსების ფონზე ოპოზიციამ ანტიამერიკული რიტორიკა გააქტიურა. ტრამპის ადმინისტრაციას ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტს და დემოკრატიებს უწონებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. მის განცხადებას ამ დრომდე ეგრეთ წოდებული ალიანსის არც ერთი წევრი არ გამიჯნია. მმართველი გუნდი კი ოპონენტების ფსევდო-პროდასავლურობაზე აკეთებს აქცენტს და აცხადებს, რომ საქართველოსა და შტატებს შორის ურთიერთობების გადატვირთვა ქვეყნის გარედან მართული ოპოზიციის პოლიტიკურ მიზნებს ეწინააღმდეგება. შანიძე თემის დეტალებით. ანტიამერიკული რიტორიკა ოპოზიციისგან. ტრამპის ადმინისტრაცია ამჯერად ზურაბ ჯაფარიძემ გააკრიტიკა. ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი შტატებს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტს და დემოკრატიას უწუნებს. არაფერი განსაკუთრებულად არ ხდება. ეხანდელი ამერიკის ადმინისტრაციის დამოკიდებულება არის ის, რომ მაინც და მაინც რაღაცა დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებებზე რაღაცებზე გასაგებია, რომ ისინი არ არიან ფოკუსირებულები. ოპოზიციურ ტელეარხზე პირდაპირ ეთერში ჯაფარიძის გვერდით ისხდნენ გიორგი ვაშაძე და ნიკა გვარამია. თუმცა თანაგუნდელის პოზიციისგან გამიჯვნა არც ერთს უფიქრია. გამიჯვნა უჭირთ დღესაც. ჯაფარიძის ნაცვლად მედიასთან თავს გვარამია იმართლებს. თავად შტატების მიმართ კრიტიკული განცხადების ავტორი კი პოსტივის შეკითხვებს გაურბის. გადავიდე და პირდაპირ ეთერში გიპასუხებთ, როგორ ვერ ვიტარ ამერიკულ დემოკრატიას. არ სწორად გაიგეთ როგორ ჩანს. წამიკითხეთ და გეტყვით. არ გაქვთ სწორად გაგებული, იმიტომ რომ კონტექსტი იყო განსხვავებული.
ნიკა გვარამია, რომელიც ახლა თანაალიანსელის ტონის შერბილებას ცდილობს უახლოეს წარსულში ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ტრამპის გამორჩეული კრიტიკოსი იყო. შავრაც მყოფელი ეპითეტებით და უხამსის სიტყვებით განსაკუთრებით მისი პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს მოიხსენიებდა. ტრამპს მსოფლიო დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევდნენ სააკაშვილი და ლელუს წევრი სალომე სამადაშვილიც. არსებობს ყალბი ამერიკაც. ეს დონალდ ტრამპია. მსოფლიო მასხარას ეძახდნენ წლების განმავლობაში, მაგრამ ეს კლოუნი ბოროტი კლოუნი აღმოჩნდა. ძალიან საშიში. მაინც რაღაც ოლიგარქიული ინსტინქტები ტრამპს აქვს პირად ურთიერთობებზე მაღლა დააყენა თავის პირადი ინტერესები, იმიტომ რომ ასეთი არის ოლიგარქის ბუნება. ჩემი ქვეყანა არასდროს ყოფილა ისეთი რუსული, როგორც ტრამპის დროს. ყველაზე სუსტი პრეზიდენტი ამ მხრივ, რუსეთთან ყველაზე უფრო კარგ ურთიერთობებში მყოფი, საქართველოს პრაქტიკულად რუსეთისთვის გადამცემი პრეზიდენტი უკვე შეიცვალა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბაიდენია პრეზიდენტი. რაც ვერ გაითვალისწინა რუსეთმა და რატო დასრულდა საბოლოოდ ფიასკოთი მისი ეს პოლიტიკური პროექტი, არის ის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს უძლიერესი სახელმწიფო ინსტიტუტები. ამერიკის შეერთებული შტატები ამბობს უკვე იმას, რომ გაკოტრებული ოლიგარქის პრეზიდენტად არჩევა არ იყო ყველაზე კარგი ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიის. ჯაფარიძის ანტიამერიკულ პოზიციასთან დაკავშირებით ოპოზიციის ფსევდოპროდასავლურობის შესახებ საუბრობს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ საქართველოსა და შტატებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება გარეთ დავალებების შესაბამისად ხელისუფლების ოპონენტების პოლიტიკურ ინტერესებთან წინააღმდეგობაშია. მათ ეშინიათ, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში გაუმჯობესდება ურთიერთობები საქართველოს ხელისუფლებასა და ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას შორის და ეს შიში ალაპარაკებთ. ეს არის რეალური მათი მთავარი მოტივი. ჩვენ ვართ ოპტიმისტურად განწყობილი. მას შემდეგ რაც შედგა რამდენიმე კომუნიკაცია, მნიშვნელოვანი კომუნიკაცია ამერიკულ მხარესთან, ჩვენ შევინარჩუნეთ ოპტიმიზმი მასთან დაკავშირებით, რომ თვისებრივად გადაიტვირთება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. მათ ეს ადარდებთ. მათ ადარდებთ ის, რომ შეიძლება გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. აქედან ისინი აჩვენებენ, რომ მათი ეგრეთ წოდებული პროდასავლური არსი, მათი ასე ვთქვათ, პროდასავლური მისწრაფეები არის სრული ფარსი. მათ აინტერესებთ ერთადერთი რამ, ეს არის დავალების შესრულება. ოპოზიციის ანტიეროვნული მიზნების შესახებ საუბრობენ სახელმწიფო გუნდში. მმართველ პარტიაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ამერიკის პოზიტიური ტენდენციებით დამწუხრებული ოპოზიცია პოლიტიკურ აგონიაშია. როგორც იძულვილს და ზიზღის და ბულინგის ენას ანთხევდნენ და ავრცელებდნენ წინასაარჩევნოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, წინა მისი პრეზიდენტობის დროს, შემდეგ ეხლა ვნახეთ მათი რამდენჯერმე შეცვლილი რიტორიკა, ასე რომ კიდევ ერთხელ, როგორც პასუხის დასაწყისში გამოცხადე, უნდა გვახსოვდეს ერთი, რომ სურაგირჩი ჯაბარიძე და ამგვარი წარმონაქმნები ქართულ პოლიტიკაში, პირდაპირ მნიშვნელობით პოლიტიკაში და პოლიტიკურად ამას ხაზგაუს მე, ის აგენტურული ქსელი და მერწმუნეთ არ მოქმედებენ თავიანთი დღის წესრიგი. ერთ-ერთი ფაქტორი ამ ამერიკის შეერთებული შტატების კრიტიკისა არის ისიც, რომ საზოგადოებაში პოპულარულია თვითყოფადობის დაცვა, რასაც მიყვება ქართული ოცნება და სწორედ აქედან გამომდინარე მხარდაჭერაც აქვს. იმ პოლიტიკას, რასაც ქვია დამოუკიდებლობის დაცვა, მათთვის კიდევ ერთხელ ვიმეორებ. სულ არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რეალურ დაახლოებას ამერიკასთან და ასე შემდეგ. მათთვის არის ერთი რამე მთავარი. ყველაფერი გააკეთონ იმ მიმართულებით, კონკრეტული მოცემულობებიც კი ისე მანიპულირებულად შეცვალო, რომ საქართველოსთვის რაც შეიძლება უარყოფითი იმიჯი შეიქმნას სოფლიო არენაზე. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს შტატებს შორის ურთიერთობების გაჯანსაღების პროცესში პოზიტიური სიგნალები გამოიკვეთა. შტატებთან რამდენიმე კომუნიკაციის შემდეგ ოფიციალური თბილისი ოპტიმიზმს ინარჩუნებს. მორიგი ორკესტრირებული შეტევა საქართველოს წინააღმდეგ და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დაზიანების მცდელობა. ერთ-ერთი ამერიკული გამოცემა გიორგი კანდელაკის ეგრეთ წოდებულ კვლევაზე დაყრდნობით სტატიას აქვეყნებს, სადაც საქართველოს მიმართ უმძიმესი ბრალდებებია გაჟღერებული. სტატიაში ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ჩვენი ქვეყანა ტერორისტული ოპერაციების ცენტრად არის მოხსენიებული. კანდელაკის კვლევის გარდა კი სტატიის ავტორის მთავარი წყარო ოპოზიციის მოკავშირე ჯო ვილსონია. სახელმწიფო გუნდი ქვეყნის საწინააღმდეგო
გაორკესტრირებულ კამპანიაზე საუბრობს, რომლის მიზანიც საქართველოში არსებული მშვიდობისთვის საფრთხის შექმნა და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის ხელი შეშლა. თანამედროვე სერგო ორჯონიკიძე ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კანდელაკს, რომელიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს, მათ შორის საერთაშორისო მედიაში. გიორგი კანდელაკი ვინც არის, ყველამ ძალიან კარგად იცის, ეს არის თანამედროვე სერგო ორჯონიკიძე. ეს არის ჩვეულებრივი ღალატი, რასაც ეს ადამიანი აკეთებს, როდესაც საუბარია სანქციების გვერდისავლაზე, ყველას მინდა შევახსენო, რომ მაგალითად იმპორტ-ექსპორტის მაჩვენებლები ირანთან არის შემდეგი. ჩვენგან ექსპორტი არის 0.5% საერთო ექსპორტში და იმპორტი არის 1.5%. ასე დროს, როდესაც ადამიანი საუბრობს იმაზე, რომ თითქოს საქართველოს გამოიყენება ირანული სანქციების გვერდისავლისთვის, არის ჩვეულებრივი ღალატი. ამას ღალატზე მეც ვერაფერს დაარქმევ. ყველა გზავნილი, რომელიც გაშხერებული იყო ამ ანგარიში, არის თავიდან ბოლომდე სიყალბეზე დაფუძნებული. ეს არის ჩვეულებრივი ღალატი, კიდევ ერთხელ შემიძლია ეს ყველაფერი გამიმეორო. რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა გამოცემამ გიორგი კანდელაკის ეგრეთ წოდებულ კვლევაზე დაყრდნობით სტატია გაავრცელა, სადაც საუბარია საქართველოში ირანული გავლენების ზრდაზე. ქვეყანა კი ტერორისტული ოპერაციების ცენტრად არის მოხსენიებული. ალ-მუსტაფას უნივერსიტეტს საქართველოში 3 კამპუსი აქვს და მოგეხსენებათ, ირანში ეს სერიოზული ორგანიზაციაა, რომლის წლიური ბიუჯეტი $100 მილიონი. სულ მცირე ერთ შემთხვევაში ალ-მუსტაფას წარმომადგენელი მხილებული იყო მექსიკაში ისრაელის ელჩის მკვლელობის მცდელობის დაგეგმვაში. ასე რომ ამ ტიპის ადამიანებს და ამ დაწესებულებას ალ-მუსტაფას უნივერსიტეტს 3 კამპუსი აქვს. მანამდე კი კანდელაკი ჰადსონის ინსტიტუტში სიტყვით გამოვიდა და საქართველოს ირანის გავლენების გატარებაში და დასავლური ინსტიტუტების დევნაში დაადანაშაულა. ანალიტიკურ ცენტრში კანდელაკის მსგავსად საქართველოს დამაზიანებელი ბრალდებები გააჟღერა ოპოზიციის ღია მხარდამჭერმა ჯო უილსონმა. რაც საქართველოში ხდება, აშკარად ცუდია შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის. საქართველოს მთავრობა უსწორდება და ავიწროვებს სამოქალაქო სექტორს და ოპოზიციას. ჩვენ გვაქვს კატაკლიზმური განათლების ეგრეთ წოდებული რეფორმა, რომლითაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს უმცირდება ბიუჯეტი. ეს მაშინ, როცა ალ-მუსტაფას უნივერსიტეტს აქვს 3 კამპუსი და ყვავის. კანდელაკის ეგრეთ წოდებულ ანგარიშზე დაყრდნობით ნიკა გვარამია აცხადებს, რომ საქართველოს ირანული გავლენების შეკავება ვერ ახერხებს, თუმცა პარტია ახალის ლიდერი საკუთარ განცხადებას მტკიცებულებებით ვერ ამყარებს. ირანის საფრთხე არის ამ ქვეყნისთვის, ზოგადად ირანული რეჟიმი, მთელი რეგიონისთვის სამწუხაროდ საქართველოს ვერ ახერხებს შეკავებას ირანული ინფილტრატების და ირანული გავლენების ჩვენ ქვეყანაში. ძალიან ბევრი ფაქტია ამ კვლევაში. მე ვერ გეტყვით მტკიცებულებებს. მე რომ კონკრეტული მტკიცებულება კონდეს, გამოვალ და ვამხელ. კანდელაკის ქმედებები ქვეყნის მტრობად ფასდება მმართველ გუნდში, სახელისუფლებო პარტიაში, დაფინანსებულ კამპანიასა და საქართველოსთვის ზიანის მიყენების მცდელობებზე საუბრობენ. ის აგრძელებს სტილისტიკა დაცული აქვს თავისი ღალატის თანამედროვეობის სერგო ორჯონიკიძე. თამამად შემიძლია თქვა, იდენტიფიცირებული ყავს ის აგენტურა, რომელიც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ მოქმედებს სხვადასხვა გზის. ერთ-ერთი არის ეს ბატონი, რომელსაც აქ ესე გარეთ კორიდორ სირბილის და სრული აბსურდვის, ესე ვთქვათ, მონახაზების კეთება და შემდეგ სხვადასხვა საშუალებით ამის გავრცელება. კალაშქრება საქართველოს წინააღმდეგ გარკვეულ მიზანს ემსახურება, წინააღმდეგ შემთხვევაში როგორ შეიძლება საქართველოს ან ეკონომიკური, ან პოლიტიკური მოკავშირეობა დააბრალო ირანთან. უნდა თუ ახალი ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატების მომართონ საქართველოს წინააღმდეგ, ვინაიდან მათ ისტერიკაში აგდებთ პერსპექტივა, რომელიც უწერია საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის განვითარებას. ეს არის პირდაპირი, ასე ვთქვათ, ღალატი და პირდაპირი შეტევა საკუთარ სამშობლოზე. ესეთი მოღალატეები საქართველოს ისტორიაში მრავლად ყოფილან სამწუხაროდ და ამ კოჰორტას ერთი ეს ადამიანიც შეემატა. გიორგი კანდელაკის ბოლოდროინდელი ქმედებები ნახლად მიუთითებს იმ დავალებაზე, რომელიც ამ უსამშობლოებმა როგორც ჩანს სხვადასხვა ასე ვთქვათ როლის განაწილებით მიიღეს და შეიძინეს და როგორც ჩანს მას ეს როლი ერგო
ჰადსონის ინსტიტუტის ეგრეთ წოდებული ანგარიში დაახლოებით 3 თვის წინ ნაცმოძრაობის ყოფილი წევრის გიორგი კანდელაკის თანაავტორობით მომზადდა, სადაც საუბარია თითქოს საქართველოში ირანის გავლენები გაიზარდა. მანამდე ქვეყნის საზიანო კამპანია თინა ხიდაშელმა გახსნა, რომელმაც ქვეყანაში ტერორისტების მოსამზადებელი სკოლის არსებობის შესახებ გააკეთა განცხადება. მსგავსი ბრალდებები გააჟღერეს გუბას სანიკიძემ და გივით არგამაძემაც. ბრალდებების ავტორები საგამოძიებო უწყებაში უკვე გამოიკითხნენ, თუმცა ვერ დაასაბუთეს ის, რაც პირდაპირ ეთერებიდან გააჟღერეს. ხან ირანს ეხოცებოდნენ, რომ ამერიკის სასარგებლოდ მუშაობს საქართველოს და აგერ აქ დაბომბეო, ხან ამერიკას ეხოცებოდნენ, რომ ირანის სასარგებლოდ მუშაობს საქართველოს და აი აქ დაბომბეო. აი ეს არის ხალხი, ვისაც ეზიზღება საკუთარი ქვეყანა. მტკიცებულება არც მაშინ აღმოაჩნდათ და მერე გადათქვეს, ვითომ ჩვენ ასე არ გვითქვიაო და არც ეხლა არის რამე მტკიცებულება. საქართველოს დამაზიანებელი კამპანია ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან მალევე გააქტიურდა. რუსული გავლენების შემდეგ ოპოზიცია ირანულ გავლენებზე ალაპარაკდა, თუმცა კვლავაც მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე. საქართველოში უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანია ტეზერი შემოდის. ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული საერთაშორისო კომპანია მასშტაბური ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს, მათ შორის ქართული ლარის ციფრული ანალოგის გამოშვებას. ახალი საინვესტიციო პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა პრემიერ-მინისტრმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ასევე ტიზერის აღმასრულებელმა დირექტორმა. გლობალური ტექნოლოგიური კომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლა მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება საერთაშორისო ინვესტორებისთვის. კომპანიის მიერ საქართველოში ინვესტიციის განხორციელება ჩვენს ქვეყანას რეგიონულ ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბებაში დაეხმარება. ინოვაციებისთვის კონკურენტული პირობები, მოქნილი საგადასახადო პოლიტიკა, IT სექტორის მხარდაჭერა და ხელსაყრელი ბიზნეს გარემო. ეს ის უპირატესობებია, რის გამოც გლობალურმა კრიპტო ინდუსტრიის ერთ-ერთმა ლიდერმა კორპორაცია ტეზერმა საქართველოში მასშტაბური ინვესტიციების განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო. ტეზერთან პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გზაზე. კომპანია ინვესტიციების ჩადებას გეგმავს სოციალურ და საგანმანათლებლო სფეროში. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით კომპანია ქართული ლარის ციფრული ანალოგის გამოშვებას გეგმავს. ინიციატივა მნიშვნელოვნად შეამცირებს ტრანზაქციის ხარჯებს, ხელშეუწყობს ტრანსსასაზღვრო ვაჭრობას, ციფრულ გადახდებსა და რეგიონის მასშტაბით ფინანსურ ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის გაფართოვებას. კომპანიის საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას ტეზერის აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოსთან დაკავშირებულ ინიციატივებსა და თანამშრომლობის პოტენციალზე ისაუბრა. საქართველოს შორს იყურება ესმის კარგად რა მნიშვნელობა აქვს ციფრულ აქტივებს, რა მნიშვნელობა აქვს ინკლუზიას, ხალხის ჩართულობას ამ ტექნოლოგიაში. გვინდა რომ საქართველოს იყოს მოწინავე და ეს მიმართულება წაიყვანოს იმ მიმართულებით, რაც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი. კაპიტალდაბანდება გვაქვს ახალ წამოწყებებში, სტარტაპებში, ტექნოლოგიებში და ასევე უძრავი ქონების მიმართულებითაც გვაქვს ინვესტიცია. მიგვაჩნია რომ ეს მიმართულებები იზრდება და წარმატებული იქნება მომავალში. კომპანიის მიერ დაგეგმილ მასშტაბურ ინვესტიციებზე ისაუბრა მთავრობის მეთაურმა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ გლობალური ტექნოლოგიური კომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლა მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება საერთაშორისო ინვესტორებისთვის. პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სწრაფ ტემპზე. აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს საინფორმაციო ტექნოლოგიები და ამ სფეროს მომავალში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. კომპანია ტეზერთან თანამშრომლობის დაწყებით ჩვენ გვგავთ ახალ ძალიან მნიშვნელოვან და ძალიან საინტერესო ნაბიჯს ჩვენი ეკონომიკური განვითარების გზაზე. ამ პარტნიორობის ყველაზე ამბიციური გამოხატულებაა კომპანიის გეგმა გამოუშვას ქართული ლარის ციფრული ანალოგი GLT. ასევე მოხარული ვართ, რომ კომპანიას დაგეგმილი აქვს ძალიან მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით გვახარებს ინვესტიციების სოციალურ და საგანმანათლებლო სფეროში, რაც ადასტურებს, რომ ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვნად სცილდება ბიზნეს ინტერესების სფეროს და მას აქვს ფართო საზოგადოებრივ სარგებელზე ორიენტაცია. მე ვიტყოდი, რომ საქართველოში ტეზერის შემოსვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ზოგადად საერთაშორისო საინვესტიციო სამყაროსთვის. ეს ფაქტი აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ დობა, ინვესტორების დობა თანდათანობით იზრდება. საქართველო არის სანდო და საიმედო პარტნიორი საერთაშორისო კომპანიებისთვის. რა თქმა უნდა, მასშტაბური ხედვის რეალიზაცია შეუძლებელი იქნებოდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე. საქართველოს მთავრობა ხელისუფლება ხელს უწყობს ბიზნეს სექტორის განვითარებას, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ჩვენი გადადგმული ნაბიჯებით
განხორციელებული რეფორმებით, რაც საქართველოს ხელისუფლებამ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და პარლამენტმა კოორდინირებულად გასწია, ეს არის საქართველოს როგორც სანდო პარტნიორის და უსაფრთხო ქვეყნის აღიარება. ბოლო წლებში ტექნოლოგიური და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად იქცა. იმისთვის, რომ საქართველო რეგიონულ ტექნოლოგიურ და ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბდეს, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში ისეთი კომპანიების საქმიანობას, როგორიც ტეზერია, რომელიც აქტიურად აბანდებს კაპიტალს ქართულ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ეკოსისტემაში. კომპანია თბილისს თავის მთავარ რეგიონალურ საოპერაციო ბაზად იყენებს და საინვესტიციო რესურს სტარტაპების დასაფინანსებლად მიმართავს. მათი ინტერესი საქართველოს მიმართ ძალიან ძლიერი გზავნილია საერთაშორისო ტექნოლოგიური სამყაროსთვის. ეს ნიშნავს, რომ საქართველო უკვე აღიქმება როგორც ქვეყანა, რომელსაც აქვს სტაბილური ეკონომიკური გარემო, მზარდი ტექნოლოგიური ეკოსისტემა, ინოვაციებზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკა და ამბიცია, გახდეს ტექნოლოგიური ცენტრი. მსგავსი გლობალური კომპანიების საქართველოში ყოფნა ნიშნავს გამოცდილების გაზიარებას. ახალი შესაძლებლობების შექმნას. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრიორიტეტია პირველ რიგში ფინანსური მონეტარული სტაბილურობა, მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ მაქსიმალურად ხელს უწყობთ ჩვენი პოლიტიკით ფინანსური ინოვაციების და ახალი საფინანსო ტექნოლოგიების განვითარებას. ეს არის გლობალური ტრენდი და ჩვენ უნდა ვიყოთ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა რეგიონში, ეს არის ჩვენი ამბიცია. ჩვენი საბანკო სისტემა არის ძალიან მაღალ დონეზე განვითარებული ციფრული და საფინანსო ტექნოლოგიების თვალსაზრისით, გამოირჩევა ამ კუთხით ფართო რეგიონის მასშტაბით. საქართველოს საფინანსო სექტორი წარმოადგენს პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას. 2025 წელს ქვეყანაში განხორციელებული მთლიანი პირდაპირ უცხოური ინვესტიციების დაახლოებით 36% სწორედ საფინანსო სექტორზე მოდიოდა. ჩვენი შეკრება იმის მაგალითია, რომ პატარა ქვეყანას გლობალურად აზროვნება შეუძლია. მაგალითია იმისა, რომ ინოვაცია მხოლოდ სილიკონველიში, ლონდონში და დუბაიში არ ხდება. მაგალითია იმისი, რომ საქართველო არის ადგილი, სადაც სოფლიოს მასშტაბის უდიდესი კომპანიები დიდ საქმეებს გააკეთებენ და შეიძლება რომ გააკეთონ. განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ბატონო პრემიერ-მინისტრო, დამერწმუნებით, რომ პოლიტიკაში ახალ იდეებზე უარის თქმა ყველაზე მარტივია, მაგრამ ძალიან გაცილებით რთულია გადადგა ნაბიჯები და პირველი დიდი ნაბიჯები გადადგა. სწორედ ეს განწყობა არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვითარდება ასე სწრაფად და ძლიერდება ჩვენი ქვეყანა. ტეზერი არის ციფრული აქტივების ეკოსისტემის უმსხვილესი ტექნოლოგიური ლიდერი კომპანია, რომელიც დაახლოებით 200 მილიარდი დოლარის აქტივებს ფლობს. კომპანიის მიერ საქართველოში ინვესტიციების განხორციელება ჩვენს ქვეყანას რეგიონულ ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბებაში დაეხმარება. ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის ხდომა გაიმართა, სადაც მიმდინარე პოლიტიკური საკითხები და სასესიო კვირის დღის წესრიგი განიხილეს. უმრავლესობის ლიდერმა 26 მაისთან დაკავშირებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა და მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე წინასწარ მიულოცა. მიმოვიხილეთ ყველა ის საკანონმდებლო ინიციატივა თუ ცვლილება, რომელიც უნდა მივიღოთ საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, მოგეხსენებათ რეგლამენტით ამის შემდეგ ორი სასესიო კვირა გვჭირდება საგაზაფხულო სესიის დამთავრებამდე. შევეხეთ ასევე ხვალინდელ ღონისძიებას, მოგეხსენებათ ხვალ 26 მაისია ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული ქართველისთვის უმნიშვნელოვანესი დღე და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და წინასწარ მიულოცო სრულიად საქართველოს საზოგადოებას ეს მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნისთვის. დარწმუნებულები ვართ, რომ ყველგან, ყველა რეგიონში, იმიტომ რომ ყველა ქალაქში, ყველა რეგიონში და გეგმილია ხვალ ღონისძიებები, ყველაფერი კარგად ჩაივლის, ისე ჩაივლის, როგორც ეკადრება ჩვენ საზოგადოებას და ჩვენს ქვეყანას. წვეომდელების ფიცის დადება, სამხედრო ტექნიკის გამოფენა, საჰაერო შოუ, თემატური სტენდები, გასართობი აქტივობები, კულტურული ღონისძიებები და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად აღჟღერებული ეროვნული ჰიმნი. 26 მაისისთვის მზადება დასრულებული არ. წმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს. სწორედ ამ კონცეფციას დაეფუძნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რადგან წელს ქვეყანა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესაც ზეიმობს. მთავარი ლოკაცია ისევ თავისუფლების მოედანია. კულტურულ, გასართობ და საბავშვო ღონისძიებებს კი
ორბელიანების მოედანი და ალექსანდრეს ბაღი უმასპინძლებს. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები დაგეგმილია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში. თეკლა ბესტავაშვილი თემის დეტალებით. სიტყვები, რომლებიც ხვალ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთდროულად გაიჟღერებს და ასეულობით ახალგაზრდა საკუთარი ქვეყნის წინაშე პირველად დადგება იმ პასუხისმგებლობით, რასაც სამშობლოს დაცვა ჰქვია. ხვალ 600-მდე რეკრუტი ფიცს თავისუფლების მოედანზე, ძველი ციხეების ფონზე, ისტორიულ ტაძრებსა და გმირების მიწაზე დადებს. მანამდე კი დედაქალაქის მთავარ გამზირზე უკვე მოწყობილია სცენა. დამონტაჟებულია მონიტორები და სადღესასწაულო დეკორაციები. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის მზადების ფარგლებში დღეს გენერალური რეპეტიცია გაიმართა, სადაც საზეიმო ცერემონიის ბოლო დეტალები გაიარეს. გენერალურ რეპეტიციას თავდაცვის მინისტრი ესწრებოდა. 26 მაისი ყველა ქართველისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე არის. ეს არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, განსაკუთრებით ჯარისკაცებისთვის, რადგან ეს დღე გვახსენებს, რომ არაერთმა ჯარისკაცმა ჩვენი ქვეყნისთვის თავი გასწირა და შემოგვინახა და შემოგვიტანა აქამდე ჩვენი ქვეყანა ერთიანი და გამთლიანებული როგორც ახლა არის. დარწმუნებული ვარ, ეს დღე ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, არ მარტო სამხედროებისთვის, არამედ მოქალაქეებისთვისაც და ჩვენ აქ რეპეტიცია და შრომა დავდეთ, რომ წარგვედგინა თავდაცვის ძალების ერთობა და სიძლიერე. დიდი სიამაყე არის, რომ აქ დავდებ ფიცს და შემდეგ გავაგრძელებ ქვედანაყოფში სამსახურს. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ის საოცარი ხედები, რაც იშლება უშგულიდან, სნოდან, კონჭკათიდან, ფოკაში, გონიოში, მარტვილში, აი ყველგან, ბოდბეში, იმედი გვაქვს, რომ ხვალ მზე იქნება, ნისლი გაიფანტება და მაყურებელს დატკბება იმ საოცარი სილამაზით, როგორც ჩვენ ვტკბებოდით მთელი მზადების პერიოდში, იმიტომ რომ ეს მართლაც საოცარი ადგილებია. ყველა მხრივ სილამაზით, არქიტექტურით, სულიერებით თუ ისტორიული მნიშვნელობით. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თბილისი როგორც დედაქალაქი განსაკუთრებულად ემზადება. მთავარი ღონისძიებების პარალელურად 26 მაისს მოქალაქეების საზეიმო განწყობას, სპორტული, შემეცნებითი და გასართობი სივრცეების შექმნის. საზეიმო ღონისძიებების მთავარი ლოკაცია ორბელიანების მოედანი იქნება. კულტურა მთელ საქართველოში იქნება სეგმენტურად წარმოდგენილი და მთელი საქართველოს საზეიმო მდგომარეობაში აღნიშნავს, იქნება კონცერტები დღის განმავლობაში, საბავშვო აქტივობები, აუცილებლად ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ღვინო და ხორბალი იქნება განსაკუთრებით ასევე წარმოდგენილი, რასაკვირველია, რომ ქრისტიანობის 1700 წლის ისტორიასაც ექნება თავისი კუთხეები. ჩვენი მეწარმეები იქნებიან წარმოდგენილი და გამოფენენ თავიანთ ნაწარმს, ქართულ ნაწარმს და ყველაფერი ქართულის და საქართველოს საამაყო დღეა. დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მასშტაბით განსაკუთრებულად აღინიშნება. თბილისის გარდა საზეიმო ღონისძიებები საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში გაიმართება. მთელი დღის განმავლობაში სახელმწიფო უწყებები სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში მოქალაქეებს თემატურ გასართობ და შემეცნებით აქტივობებს შესთავაზებენ. მოსამზადებელი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს იმისთვის, რომ ქალაქ ზუგდიდში მთავარ მოედანზე მოსულ სტუმრებს დახვდეთ მრავალფეროვანი გასართობი, შემეცნებითი, სპორტული, კულტურული ღონისძიებები წარმოდგენილი იქნება. საარქივო ინსტალაციები, გიგანტური პასპორტი, ქორწინების სივრცე, ჩვენი ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონები. შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ქალაქ გორში აღნიშნავს, სხვადასხვა დეპარტამენტები წარმოდგენილი იქნებიან თემატური აქტივობებით, მომსახურების სააგენტოს სივრცეში მოსულ სტუმრებს ადგილზე დახვდებათ სააგენტოს სერვისებთან დაკავშირებული შემეცნებითი და გასართობი აქტივობები. 26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო წარმოდგენილია ოზურგეთში, მიმდინარეობს მზადება ხვალინდელი დღისთვის, ღონისძიება დაიწყება დაახლოებით 11 საათზე. წარმოდგენილი იქნება რეგიონული უნივერსიტეტები, როგორც ქუთაისის ორივე სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე რეგიონში არსებული უნივერსიტეტები, ასევე პროფესიული კოლეჯები, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მთავარი მოედანი იქნება დატვირთული სხვადასხვა აქტივობებით, რა თქმა უნდა, სამხედრო ტექნიკა, რაც ბავშვებს ძალიან უყვართ, მათი დათვალიერება იქნება მთავარ მოედანზე, იქნება შემეცნებითი საგანმანათლებლო სივრცეები. მადლობა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს იმ მხარდაჭერისთვის, რომელი მხარდაჭერითაც
ძალიან საზეიმო გარემო ელოდებათ რუსთაველებს. 26 მაისს დილის 11 საათიდან დაიწყება ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ღონისძიებები. ღონისძიებები მოიცავს როგორც ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვას, ასევე რა თქმა უნდა სხვადასხვა სივრცეებს, რომელიც არის როგორც საბავშვო, ასევე სპორტული და ყველა ასაკის ადამიანისთვის იქნება რა თქმა უნდა ეს სივრცეები ხელმისაწვდომი. დღესასწაულის კულმინაცია ტრადიციულად 17 საათსა და 10 წუთზე გაიმართება ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი გამოცხადდა. ამ დროს ქვეყნის მასშტაბით საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი ერთდროულად შესრულდება. ძალიან დიდი პატივი არის ჩვენი ქვეყნის სამსახურში დგომა და მიხარია რომ მეც მხვდა ეს ბედნიერება და პატივი ვიმღერო ჰიმნი ჩემს კოლეგებთან ქალბატონ იანო თამართან და ნინო მაჩაიძესთან ერთად. 108 წლის წინ საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. 26 მაისი არის სიმბოლო იმ დიდი ბრძოლისა, რომელიც ქვეყანამ თავისუფლებისთვის გაიღო. თავისუფლება კი დღემდე რჩება იმ უმთავრეს ღირებულებად, რომლის დაცვასაც საქართველო ყოველდღიურად აგრძელებს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ნაცოპოზიცია კი ეროვნულ დღესასწაულზე ტრადიციულად პროვოკაციებისთვის ემზადება. 26 მაისს რუსთაველის გამზირზე სცენის მოწყობასა და ტექნიკის განლაგებაზე ეგრეთ წოდებული ოპოზიციურმა ალიანსმა შესაბამისი უწყებებისგან უარი მიიღო, თუმცა გეგმას მაინც არ ცვლიან და აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე სპეციალური აპარატურის შეტანას მაინც შეეცდებიან. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ოპოზიცია ეროვნულ დღესასწაულებზე საკუთარი დღის წესრიგის შესაბამისად მოქმედებს. მმართველი გუნდი ოპონენტებს მოუწოდებს კანონით დადგენილ ფარგლებს არ გასცდნენ და პროვოკაციების მოწყობისგან თავი შეიკავონ. მაშინ, როდესაც საზოგადოება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად ემზადება, სამოქმედო გეგმის გარეშე დარჩენილი არჩევნებში დამარცხებულ პარტიათა ალიანსი აქციას აანონსებს. მათ რუსთაველის გამზირზე დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიებების პარალელურად სცენის მოწყობა და სპეციალური ტექნიკის მონტაჟი სურდათ, რაზეც უარი ეთქვათ. მიუხედავად ამისა, გეგმების შეცვლას არ აპირებენ და ამბობენ, რომ აპარატურის შეტანას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მაინც შეეცდებიან. თბილისის მერიამ უარი გითხრა ტექნიკის გადაადგილებაზე, კახმოვანების, ეკრანების, სცენის და ასე შემდეგ. იგივე პასუხი მოვიდა გუშინ წინ შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ამის გამო ეს გეგმები არ შეიცვლება. ვეცდებით ბოლომდე, რომ შევიტანოთ ტექნიკა, დავამონტაჟოთ სცენა, ეკრანები. ჩვენი გეგმები დამოკიდებულია მნიშვნელოვანწილად იმაზე, შევძლებთ თუ არა ტექნიკური აღჭურვილობის დამონტაჟებას. პრემიერ-მინისტრმა გვარამია სიცრუეში ამხილა ირაკლი ყობახიძემ განმარტა, რომ ხელისუფლება პროტესტის გამოხატვას არავის უზღუდავს. ეგრეთ წოდებული ალიანსი კი მორიგი მცირერიცხოვანი აქციით საკუთარ უსუსურ სახეს საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენებს. შეკრების გამართვა ყველა შეუძლია, რომ დავაზუსტოთ. აქ საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე. თქვენ იცით, რომ აღინიშნება 26 მაისი, 26 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებულია კონკრეტული ღონისძიებები. აქედან გამომდინარე, სირთულეებთან იყო დაკავშირებული ტექნიკის ადგილზე მიტანა და ამის გამო გაეცათ შესაბამისი პასუხი შეკრების ორგანიზატორებს. რაც შეეხება შეკრების გამართვა ყველა შეუძლია ჩვენს ქვეყანაში. პირიქით მეგონი კარგიც იქნება კიდევ ერთხელ აჩვენებენ ეს ადამიანები საკუთარ უსუსურ სახეს 26 მაისს. მმართველ გუნდში უსვამენ ხაზს, რომ დედაქალაქში დაგეგმილი ღონისძიებების გამო რუსთაველის გამზირზე სცენის მონტაჟი და სპეციალური ტექნიკის განთავსება რომ ვერ მოხერხდება, თავად ალიანსის წევრებმაც კარგად იციან. დაპირისპირების გამოწვევის მცდელობებით კი გარე პატრონების ინტერესებს გამოხატავენ. მათ თავის დღის წესრიგი არ აქვთ. მათი დღის წესრიგი არის ერთი. უბრალოდ არ ვიცი ამ ეტაპზე და ამ დაგეგმვაზე ამ აქციის მიიღეს თუ არა პირდაპირ მითითებები თუ დაუტოვეს ესე ვთქვათ ოთახი თავიანთი ინტერპრეტირებისთვის. ფაქტია რომ დაუტოვეს ოთახი ინტერპრეტირებისთვის, იმიტომ რომ იმდენად აბსურდულ და ყველანაირ საღას მოკლებული განცხადებებს ვისმენთ მათი მხრიდან. ეს არ არის გასაკვირი. საკმაოდ ტრაგიკომიკურია, როდესაც აგენტი, გაშიფრული აგენტურა და ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს გიწყობს აქციას ქვეყნის მთავარ გამზირზე. როგორც დაანონსების დღიდან განწირული იყო ეს ყველაფერი კრახისთვის, ისე დამერწმუნოთ ესეთი კრახით დამთავრდება ხვალინდელი მათი ეს შეკრება. 26 მაისს ვერ გაკეთდება სცენა, ვერ გაკეთდება ესეთი ინფრასტრუქტურა, როგორც თვითონ უნდა, ვინაიდან დაგეგმილია 26 მაისთან დაკავშირებული გარკვეული აქტივობები. ეს ძალიან კარგად იციან და ისედაც ნათელია, რომ ადამიანებმა გადაწყვიტეს თავი შეახსენონ საზოგადოებას, კურატორებს, თუ რა შეიხარჯება ის თანხა,
რაც ავალებთ მათ რომ ექსტრემისტული სცენარით იმოქმედონ. კვლავ ბრუნდებიან ჩვეულ რეჟიმში. იქნებ მართლაც მოხდეს დაპირისპირება, იქნებ მართლაც დაშავდეს ვინმე. ასეთია მშვიდობიან დამხობას გეგმავდნენ 4 ოქტომბერსაც გასულ წელს. ხალხის ძალაში განმარტავენ, რომ მოსახლეობა 26 მაისს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. სააკაშვილ-ბოკერი აგვარამიას მხარდამჭერების გარეშე დარჩენილი გაერთიანება კი მავნებლობითაა დაკავებული. პარტიაში ეგრეთ წოდებულ ალიანსმა უწოდებენ საკუთარი პოზიციები კანონით დადგენილ ფარგლებში გამოხატონ და პროვოკაციების მოწყობისგან თავი შეიკავონ. 26 მაისი არის საერთაშორისოდ აღიარებული საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. პარტნიორები ულოცავენ საქართველოს ამ დღეს და ჩვენ ველოდებით, რომ იქნება საზეიმო განწყობა. საზოგადოებაში სხვა აქციები ტარდება, გამოფენები იქნება და ასე შემდგომ. თუ იქნება რაიმე ტიპის პროვოკაციები, ფიქრობ, რომ შესაბამის უწყებები, შესაბამის რეაგირებას მოახდენენ იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ იზეიმონ 26 მაისს. ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დღეს ოპოზიცია დაპირისპირების კერის შექმნას ცდილობს. ამის შესახებ ევროპელ სოციალისტებში საუბრობენ, რაც შეეხება ალიანსის გეგმებს. საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფში განმარტავენ, რომ რევოლუციურ დღის წესრიგს მხარდაჭერა არც ამჯერად ექნება. მათ შეუძლიათ რა თქმა უნდა სველობა მოაწყონ, გამოხატონ საკუთარი პოზიციები, მაგრამ კიდევ მეორე ხვალინდელი თარიღი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის გამაერთიანებელი და რა გამყოფი და სამწუხაროა რადიკალური ოპოზიცია აქაც ცდილობს საზოგადოების გახლეჩას. რაც შეეხება მას გეგმებს, დარწმუნებული ვარ, რომ როგორც მანამდე, ასევე ხვალ დარწმუნებულში მათ ასეთი რევოლუციური დაპირისპირების გეგმების განხორციელებას აღსრულება არ უწერია და ყველაფერს გადაწყდებს უკვე 2028 წელს არჩევნებზე ქართული ხალხი. დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის პარალელურად შეეცდებიან თუ არა ოპოზიციური პარტიები საერთო სახალხო დღესასწაულის ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებას და დაპირისპირების არაერთხელ ნაცადი სცენარის გამეორებას, ეს არის კითხვა, რომელსაც პასუხი ხვალ გაეცემა. 28 მაისს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეა. ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ორგანიზებით ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი და პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანელ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა. ჩვენი ქვეყნები, ჩვენი ხალხები ერთმანეთის გვერდ-გვერდ ვითარდებოდნენ. ჩვენს დამოუკიდებლობის გზაზეც მსგავსი ბარიერები გამოვიარეთ და რაც თავარია ამ პერიოდში ვაჩვენეთ ერთმანეთს ნამდვილი მეგობრობა და ძმობა. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა მეგობრებთან ერთად არის სტრატეგიული ყველა განზომილებაში. და ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტის დროს ხელმოწერილი ხელშეკრულებები კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ როგორ ხედავს ორივე ქვეყნის ხელისუფლება ერთმანეთის საჭიროებას იმისთვის, რომ ქვეყნები და მთლიანად რეგიონი თავისი სატრანზიტო ფუნქციით იყოს სრულად დატვირთული და აქედან სარგებელი მიიღოს ორივე ერმა. საქართველოს აზიის ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე ITB ჩაინასთვის მზადება აქტიურ ფაზაშია. ჩვენი ქვეყანა გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარსდგება, რაც ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და ტურისტული ნაკადების მოზიდვას შეუწყობს ხელს. მანამდე შანხაის ქუჩებსა და აეროპორტებში საქართველოს საიმიჯო ბანერები გამოიფინა. უშუალოდ გამოფენა კი ხვალ მაღალი რანგის სტუმრების მიერ საქართველოს სტენდის დათვალიერებით დაიწყება. ქართული ღვინო, ფოლკლორი, ეროვნული სამზარეულო, ცეკვა და მუსიკა. ყველაფერი, რაც საქართველოს გამორჩეულ ქვეყნად აქცევს, ერთ სივრცეში მოიყრის თავს. გამოფენის გახსნამდე ჩვენი ქვეყნის სახელით ოფიციალური გალა მიღება გაიმართა, რომელსაც 900-მდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრო. ნუცა კოროშინაძე ისაუბრებს შანხაიდან პირდაპირ ეთერში. ნუცა გისმენთ. სტუმრად მასპინძლობის მოყარე ქვეყანამ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის სტუმარი. ITB ჩინეთი 2026-ის ფარგლებში საქართველოს დღეს იყო გალა მიღების მასპინძელი ქვეყანა, შესაბამისად აქ მოსულმა 900-მდე მაღალი რანგის სტუმარმა პირადად იხილა ჩვენი ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობები. მათ შორის 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა გალა მიღება, კონცერტი, კულინარიული მიმართულება. აქ შეკრებილებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ ქართული ფოლკლორული ნაწარმოებები
ნივთები, ასევე ცეკვა და კულინარიულ ნაწილზე ზრუნავდა შეფი ირაკლი ასათიანი. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითქმის 2 საათის განმავლობაში დღევანდელმა მიღებამ სრული ანშლაგით ჩაიარა. დღეს მთავარ მიღებაზე ძალიან მაღალი რანგის 700 სტუმარი იმყოფება, სადაც ჩვენ ვართ მთავარი მასპინძლები. ალბათ თქვენ კადრში ნახავთ, გვაქვს მოწყობილი გარკვეული სივრცეები ღვინის დეგუსტაციისთვის, ფოტოგადასაღების ზონა, უშუალოდ კულტურული პროგრამაზე მინდა 2 სიტყვით ვისაუბრო. ეს არის წარმოდგენა ქართული ფოლკლორის, კულტურის, ისტორიის, ტრადიციის და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ერთად კრავს. ამ ყველაფერს ერთად კრავს ტურიზმი. ვცდილობთ რომ გავაცნოთ ქართული კულტურა, გასტრონომია საქართველოს მთლიანობაში და ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიყვანოთ საქართველოში. დიდი სიამაყით მასპინძლობთ საქართველოს ITB ჩაინაზე შანხაიში წელს 10 წლეულებია თანამშრომლობთ საქართველოსთან და საქართველოს იყო მასპინძელი ქვეყანა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე და ITB ბერლინზე ჩვენ კარგად ვიცით ქართული სტუმართმოყვარეობა მოუთმელად ველით შესანიშნავ შოუს, მაგრამ ასევე ველით საქართველოს ბაზარზე შესulis აღნიშვნას და მის უფრო ფართო გახსნას ჩინეთისკენ ხვალ დაიწყება ITB ჩაინა, რომელსაც გახსნის 900-ზე მეტი გამოფენა 85 ქვეყნიდან ნამდვილად საერთაშორისო ღონისძიება, სადაც საქართველოს მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან საქართველოს აქვს შესაბამისი პოტენციალი. სანაპირო შავი ზღვისკენ ღვინის რეგიონი, ყაზბეგი და დედაქალაქი თბილისი. როგორც ხედავთ, მე საქართველოს გულშემატკივარი ვარ, ამიტომ ვამბობ საქართველოს გავმარჯოს. დასრულდა დღევანდელი 700-კაციანი გალავახშამის მიღება, გამოვიდა ძალიან წარმატებული და კარგი, იმიტომ რომ გონია რომ სრულყოფილად მოახდინეთ ჩვენი ქართული საგანძურის როგორც კულინარიის წარდგენა, მათთვის რამაც ძალიან მაღალი აჟიოტაჟი გამოიწვია და ძალიან გვიხარია რომ მიუხედავად ეს მძიმე შრომისა და უკვე დაყრილი დღის ბოლოს სტუმრებისგან მივიღეთ ისეთი კარგი კომენტარები, დადებითი გამოხმაურება და მიხარია რომ თამამად წარმოადგენთ ჩვენი ქვეყანა სათანადო დონეზე. ეს გამოფენა უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის, ტურიზმის განვითარებისთვის. მოგეხსენებათ, მალე იწყება პირდაპირი ტრენები შანხაიდან. ჩვენ წარმოვადგენთ Silk Hospitality-ს და ძალიან დიდი პატივია ჩვენთვის, რომ საქართველოს კულინარიას და გასტრონომიას წარმოვადგენთ ამხელა ამ დიდ ფორუმზე. რაც შეეხება ხვალინდელ დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული გამოფენა სტარტს უკვე ხვალ აიღებს. ისტორიაში პირველად საქართველოს მონაწილეობს როგორც პარტნიორი ქვეყანა, შესაბამისად პასუხისმგებლობასთან ერთად ეს არის დამატებითი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისათვის. ეროვნული სტენდისათვის გამოყოფილი არის 400 კვადრატული მეტრი, შესაბამისად უკვე ხვალ მოსულ ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვს რომ პირადად ნახონ ის პოტენციალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. გაიმართება მასტერკლასები, მათ შორის მათ შესაძლებლობა ექნება დააგემოვნონ ქართული ღვინო და საჭმელები, გარდა ამისა ჩატარდება რეწის მასტერკლასები, ასევე მოწყობილი იქნება 30 ტურისტული კომპანიისათვის სპეციალური სივრცე, მათ კი შესაძლებლობა ექნებათ რომ კონდეთ კომუნიკაცია პოტენციურ პარტნიორებთან. ახლა შანხაიში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა საქართველოზე საუბრობს, აქ საქართველოს შესახებ მანიშნებელი არის აეროპორტებში და ასევე მნიშვნელოვან ქუჩებზე, ჯამში საუბარია 400 ლოკაციაზე. ეს არის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ღონისძიება, სადაც თავს იყრის 80-ზე მეტი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები, სხვადასხვა სფეროსი, როგორც ავიაციის, ასევე უშუალო ტურისტული მიმართულების წარმომადგენლები, 10,000-ობით დამთვალიერებელი და ბაიერი იქნება, რომლებთანაც ჩვენი ბიზნესის წარმომადგენლებს 30 კომპანიაზე მეც ექნება საშუალება, რომ უშუალოდ იმუშაონ, გააცნონ ქართული პროდუქტი და შესთავაზონ ის გამოცდილება, რასაც ქართული ტურისტული ინდუსტრია, რასაც საქართველოს თავაზობს ზოგადად საერთაშორისო მოგზაურობს. მიმდინარეობს ძალიან შთამბეჭდავი ღონისძიება, ეს არის საქართველოს სახელით გალა მიღება, სადაც დაახლოებით 700 უცხოელი სტუმარია წარმოდგენილი, მაღალი დონის სტუმრები, რომლებსაც საშუალება აქვთ, რომ ქართული კერძები და ღვინო დააგემოვნონ, ასევე მოისმინონ ტრადიციული ქართული მუსიკა, ნახონ ქართული ცეკვები, რომლებსაც წარმოადგენს ანსამბლი რუსთავი. ღონისძიებაში ფართოდ იქნება წარმოჩენილი ქართული მხარე, კერძოდ საქართველოს ტურისტული შესაძლებლობები, მისი ინდუსტრია, შესაბამისი კომპანიები და რა თქმა უნდა ქართული კულტურა, რომლის მიმართებაშიც დაინტერესება ჩინეთში, როგორც პარტნიორ ქვეყანაში
ყოველდღიურად იზრდება. ქართული კულტურისა და ქართული ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენა უკვე გუშინვე დაიწყო, რამე თუ ქალაქის ყველა ღირსშესანიშნავ ადგილას გამოფენილი იყო ქართული მოძრავი ფერადი ბანერები, რომელიც ადგილობრივებს აცნობდა საქართველოს სილამაზეს. სტუმართ მასპინძლობის მოყვარე ქვეყანამ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველოსათვის სტუმარი ღვთისაა. უკვე ხვალ კი საქართველო აქ შეკრებილ მაღალი რანგის სტუმრებს და საერთაშორისო აუდიტორიას ანახებს იმ მთავარ პოტენციალს, რასაც საქართველოს ტურისტული პოტენციალი ჰქვია. ეს იყო ნუცა კოროშინაძე, მადლობა ნუცა. ეს იყო დღევანდელი დღის მთავარი სახეები. მე ხვალამდე გეფშტობებით ნახავთ.